გამარჯობა. ადამიანის სულიერი განვითარების და უფრო მეტად შემეცნების საშუალება არის ახალგაზრდის მინდა ცოტა მოკლედ ვისაუბრო. საერთოდ ადამიანი, როდესაც იწყებს სწავლას, საერო განათლებას, ან პროფესიას ეუფლება, ან სასულიერო განათლებას ესწრაფვის, ხო? ადამიანი არის შეზღუდული, არასრულყოფილი არსება, ასე ვთქვათ. მეცნიერები ამტკიცებენ, ეს ალბათ ბევრს გაგიგიათ, რომ ტვინის 100%-დან 3% მუშაობს, მხოლოდ და ეს 3% ბევრ რაღაცას იგონებს და აკეთებს, ხო? ხო და როცა ადამიანი ეს შეზღუდული ადამიანი ამოავსებს ამ პირობითად სივრცეს თავის აი იმ სივრცეს, სადაც გული და გონება, მოდი ასე ვთქვათ. სადაც გროვდება ეს ცოდნა, ეს გამოცდილება ცხოვრებისეული, ხო? იქმნება ერთგვარი საზღვარი აი იმ სივრცეში. და თუ ადამიანს აქვს გაბერილი ეგოიზმი, ის როცა ხვდება სხვა ადამიანებს, უკვე თავისი გამოცდილებით და ცოდნით საუბრობს და ფიქრობს, რომ მან უკვე იცის ჭეშმარიტება და იცის სწორ გზაზეა. და ზუსტად ეს უშლის ხელს სულიერ განვითარებაში, იმიტომ რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ არასრულყოფილები და შეზღუდულები. ჩვენს ცოდნაზე და გამოცდილებაზე მოქმედებს ჩვენი არასწორი შეხედულებები. ჩვენი ეგოიზმი ხშირად აყალიბებს აი ამ ჩვენს იდენტობას. ეგოიზმი ხელს უშლის განვითარებას. თავიდან სანამ ეს ჩვენი სივრცე ცარიელი იყო და ჩვენ ვისწრაფოდით, მაშინ ეგოიზმს უნდოდა რომ დაუფლებოდა რაღაცას, აი ამ სწავლას, გამოცდილებას და რომ ამოივსო ეს სივრცე, მე ეგოიზმი აკავებს უკვე, ხო? დიახ, ამიტომ საჭიროა დავტოვოთ ერთგვარი ლუფტი, თუ შეიძლება ბუფერული ზონა, სიცარიელი. აი რა დროს იცით, როცა ხვდებით ჩვენგან განსხვავებულ ადამიანებს, მათ შეხედულებებს, მიწევს შეჯახება ასეთ დროს, მე ჩემი გამოცდილებიდან ვიძახი ამას. რომ შევჯახები ვარ აი ისეთ შეხედულებებს, რომელიც ვიცოდი, რომ აი ხედავდი, რომ ეს სიწრუე იყო. მაგრამ ყოველთვის ვათავისუფლებდი ადგილს ამ ჩემს სივრცეში, რომ იქნებ მე ვტყვი ვარ, იქნებ მე სწარი გამოცდილება მივიღე, რაც მივიღე, ვთქვათ. ხდება ასე, ძალიან ხშირად ხდება, რომ ადამიანი, როგორც ზემოთ ვახსენე, რომ თავისი ცხოვრების მანძილზე, თავისი ეგოიზმის მიხედვით, რომ აყალიბებს თავის იდენტობას, იქ ბევრ შეცდომებს უშვებს, ბევრ ილუზიაშია, ბევრ ხიბლშია და ცხოვრებისეული პრაქტიკა გამოგარკვევს აი ამ ხიბლიდან და აი ამ ილუზიებიდან. ოღონდ ეს უნდა დატოვოს სიცარიელე. მისცეს საშუალება შემოვიდეს ეს განსხვავებული აზრი, იმიტომ რომ შეიძლება შენ ცდები და ჭეშმარიტება არ შეაკავო. და თუ ხარ ჭეშმარიტების მაძიებელი, დათრგუნავ ამ ეგოს ცოტა ხნით მაინც. არ მისცემ საშუალებას, რომ შემოვიდეს ეს ახალი აზრი, სხვა შეხედულება, მიეცი საშუალება შემოვიდეს, მოგეშინია. და ღმერთი აუცილებლად დააწმინდავებს აი ამას, გაასუფთავებს. და როგორც ჭეშმარიტება ყოველთვის გაბწყინდება შენში, ანუ ყოველთვის ტყუილ მართალს გაარჩევ. სხვანაირად თუ შენ ხარ ჩაჭიდებული შენს ეგოიზმს, შენს უკვე დაგროვილ გამოცდილებას და დაგროვილ ცოდნას თუ ხარ ჩაჭიდებული, ტყუილ მართალს ვერ გაარჩევ. სიცრუეს ბოროტებისგან ვერ გაარჩევ, სიცრუეს სიმართლისგან და ბოროტებას სიკეთისგან ვერ გაარჩევ. საწყის ეტაპზე მოგეცა ამის გარჩევის უნარი. ზედაპირულად, მაგრამ ამ წუთის ოფერში ბევრი სულიერი სიღრმეა და თუ გინდა რომ განვითარდე და უფრო მეტად დაინახო სიკეთე და ბოროტება, სიცრუე და სიმართლე უფრო მეტ სიღრმეებში, ამიტომ ყოველთვის დატოვე ეს თავისუფალი ზონა შენს სივრცეში, შენს გონებაში და გულში. იქნებ ის მართალია, რასაც ამბობს. მოგეშინიათ ამის გაკეთების, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების მაძიებელი ხარ. ჭეშმარიტების მაძიებელს არ დაკარგავს. შეცდომა
შეცდომაც რომ დაუშვა, აუცილებლად გამოასრულებს. მეც დამიშვია ბევრი შეცდომა აი ჩემი სულიერების გზაზე და ყოველთვის გამოვყავარ უფალს აი ამ რაღაცა ხიბლიდან, ილუზიებიდან. და ეს არის ერთგვარი რჩევასავით სულისთვისაც, რომ სხვანაირად სულიერად ვერ განვითარდები, სხვანაირად მიაღწევ მხოლოდ რაღაც ეტაპს, რაღაც დონეს და გაჩერდები იმ დონეზე და იქნები ზედაპირული ადამიანი ასე. თვალის ხომ ამბობს, რომ ეძებეთ და იპოვოთ და აკაკუნეთ და გაგიყვანოთ. ეს არის მაძიებლობის პროცესი, როცა ყოველთვის ტოვებ შენ სივრცეში თავისუფალ ზონას. იქნებ მე ვცდები, იქნებ რა გამოცდილებაც მივიღე, იქნებ ეს რაღაც სტარი გზა იყო და მოდი აბა შემოვიდეს ეს აუცილებლად ისწავლით ყოველი მართლის გარჩევას.